გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დადგა ის ნანატრი მომენტი ბევრისთვის, უკნია განათლებული ხალხისთვის, პირდაპირ ვიტყვი, რომ როგორც იქნა ირანი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო დარტყმის სამიზნე. წუხელ ამერიკულმა ავიაციამ იერიში მიიტანა იმ ბირთვულ ობიექტებზე, რომელ ბირთვულ ობიექტებზეც აქამდე ისრაელის ავიაციას და არა მარტო ავიაციას, არაკეტო კომპლექსებს მიტანის საშუალება არ ჰქონდა. და მოკლედ ტრამპის ლაყაფი იმის შესახებ, რომ თურმე ორ კვირაში მიიღებდა ირანთან ომში გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ისეთი ბლეფი და ისეთი ტყუილი აღმოჩნდა, როგორც მისი მშვიდობის ყოფილობა და პირიქით 2013 წელს რო აცხადებდა, რომ ბარაკ ობამაო თავის იმაშიო, რა ქვიაო, თავისი სკამის გასამყარებლათო ომს დაიწყებსო ირანშიო და ერთიც, მეორეც, მესამეც ხალხზე შეპირებული ის, რომ საარჩევნოდ ამერიკა იქნება მშვიდობის მყოფელი, დაასრულებს ომებს და ამ უბედურებაში არ გავერევით. ყოველ შემთხვევაში აღმოჩნდა ტყუილი და ბლეფი. აქედან გამომდინარე არის ესეთი გამოთქმა, რომ რა ქვიაო, ოპტიმისტიო, ის ინგლისურს სწავლობსო, პესიმისტიო, სამართალს და იურიდიულს მიმართულებასო და რეალისტიო, კალაშნიკოვის დაშლა აწყობას. ანუ ეს იქეთკენ, რომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, იოცნებოს, 1000 მიმართულებები კონდეს, მაგრამ რეალობა არის და ყველა ქვეყანას შეიძლება მოუხდეს ომი და ომი არის ეს ჩვეულებრივი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში, ამიტომ ყველა ადამიანი, რეალისტი ადამიანი უნდა იყოს დაცვისთვის, თავდაცვისთვის მზად და აი ამ შემთხვევაში, როდესაც საქმეზე მიდგა, რა თქმა უნდა, ტრამპმა იმოქმედა და ახლა დაგენაცვლეები, რომლებმაც ტრამპი მოიყვანეს სათავეში და ამხელა ფინანსისტები ყავდა და ამხელა გვერდში დგომები ყავდა და ზოგიერთი ინფორმაციით ტრამპს 35 მილიარდი ჰქონდა მაგათი ვალი და ასე შემდეგ. რა სიზამდნენ, ახლა ტრამპს დააყენებდნენ, რომ ომში არ ჩართულიყო, უნდა და არ უნდა და ეს მისი საქმე არ იყო. არავის არ აინტერესებდა ეგ. აქ იყო საჭირო, რაც დაიწყო ნეთანიაჰუმ, იმას უნდა გაგრძელება მიეცეს. მიუხედავად იმდენი მუქარისა, იმდენი ბრექვისა, რასაც იბრიქებოდა ნეთანიაჰუ, ისრაელი ამ ხნის მანძილზე, რაც ჯერ არის გასული 13-ში დაიწყო, ახლა 22 არის. არათუ ირანის განადგურებაზე ქონდა საქმე, უკვე კატასტროფული მდგომარეობა ქონდა. ტომას სეფაშვილი, აი შენ დედას შევეცი და შენის თამადობით დედას შევეცი ყველა შენაირი უმადურის. გაიგე? მოგიტყან გამზდელი და გაგზრობიათ სული მაგ. რო შემოძვერით ახლა აქ. ბოზის გაზრდილები ხართ ჯილაგიანად, მოღალატე დედამოწყნული ხალხი. აი ამას იმსახურებთ თქვენ. ახლა კი გააჯვი აქედან. გამომივიდა აქ ესე. ნახუი აქედან შენი დედაც მოტყანდა ერთი შენაირები კიდე. იქ შემოხდება კიდე ვინმე ამათი ტრაკზე ხელის მომსვევი და ამას უარესი მოუწევს იმასაც. ასე რომ ამათი ბრეკაობა დასრულებული იყო და ყველა კარგად აცნობიერებდა ამ ყველაფერს, რომ თუკი ეს დაპირისპირება, რომელი დაპირისპირებაც დაიწყო ნეთანიაჰუმ, არ შეჩერდებოდა დიპლომატიური გზებით, ან არ მოხდებოდა შეერთებული შტატების ჩართვა. ისრაელი როგორც სახელმწიფო გაქრებოდა პირისაგან მიწისა.
და რა თქმა უნდა, კახპაქალი რომ მოიქცევა, კახპაქალი პროვოკაციას რომ მოაწყობს კაცის მიმართ და მე მის საყვარელთან რომ მივა, ან ქმართან რომ მივა და აი ომ ცემენო ახლაო და იმოქმედეო, აი ასე მოიქცა ნეთანიახუ. ასე მოიქცა ნეთანიახუ. აქედან გამომდინარე, გვაქვს ის რეალობა, რაც გვაქვს. ისტორიას კიდე ძალიან უყვარს დაცინვა და არ ვიცი ვინ დააკვირდა ამ ყველაფერს და ვინ არ დააკვირდა. 1941 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ჩვენთვის საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხისთვის დაიწყო, სადაც აი ამ დაგენაცვლებს, ამ უმადურ დაგენაცვლებს ფეთში ყრიდნენ შესაძლოა. იყო ზუსტად გველის წელიწადი და იყო ზუსტად 22 ივნისი. ეს არის დღე, როდესაც ღამე არის ყველაზე მოკლე და დღე არის ყველაზე დიდი. აქედან გამომდინარე, არ გადის დიდი ხანი, მესამე მსოფლიო ომი იძახის ყველა და რატომღაც პიკი ისრაელი ირანის დაპირისპირების, უკვე ეს აღარაა ისრაელი ირანის დაპირისპირება, ეს არის ამერიკა ირანის ომი. ზუსტად 22-ში მოხდა. საერთოდ ჩვევია ისტორიას. ახლაც გველის წელიწადი არის სხვათა შორის და რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომს, მეორე მსოფლიო ომი გერმანიას უკვე კარგ ხანს დაწყებული ჰქონდა. უბრალოდ თავდასხმა საბჭოთა კავშირზე ეს იყო პიკი. მეორე მსოფლიო ომის, რომელმაც დაღუპა ადოლფ ანა და გაანთავისუფლა ეს უმადური და უსინდისო ხალხი. მასაზე მაქვს მე საუბარი, თითო როლა შეიძლება ყველგანაა ნორმალური. იხსნა ბიუხენვალდის, ზაქსენჰაუზენის, აუშვიცის ბანაკებიდან, რომლის მერეც ქართველებმა მათ შეუქმნეს სახელმწიფო, სახლი, კარი, ყველაფერი და ისე როგორც ცხოვრობენ, ახლა აგერო შემოვარდა და იგინებოდა. ახლა შეუქმნეს ეს სახელმწიფო რაღაც 80 წელიწადი არის და ახლა უნდათ რომ მთელი სამყარო ანძუონ ამათმა და აყაროლონ ყველაფერი. საინტერესო არის რა, იცით ხალხო? რომელ დებილს შეიძლება გახარებოდა აი სიტყვაზე ვამბობ. მე არ მგონია ესეთი დებილი იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში ვინმე ყოფილიყო. რომ როდესაც თავს დაესხმებოდა ესა რა ქვია, რომელიმე ქვეყანა. ამათ აქვთ ესეთი წარმოდგენა, რომ ირანში თურმე ხალხი ახლა ბედნიერი და გახარებული იყოს, რომ თურმე ირანი და ისრაელი ათავისუფლებს იმას, რა ქვია, ამერიკა და ისრაელი ათავისუფლებს ირანს. აი ესეთი დებილური წარმოდგენები აქვთ. აი ამ დებილიზმით ყვებავენ ხალხს, მაგრამ კარგი, ეს მათი წარმოდგენა, მაგრამ აი ამათ რა დაემართა, ამ გამოკლევებულ ქართველს, საქართველოს შვილს. ამდენი ასე უკნიდან რამ გაგანათლათ, ბიჭო. რა გიხარიათ? იქ ჩერგოლეიშვილი შეურაცხადი არის და უბედნიერესი ღამე მქონდაო და მთელი ეს დასწირებული ბოზბანდა მათი რა ქვია, ეგრეთ წოდებული სელებრიტების და პროგრესულად მოაზროვნეულიდან განათლებული ჯორჯიელები წევიან და უხარიათ ირანზე თავდასხმა. იმას არ უფიქრდება ეს დებილი, რომ ბირთვული ისინი დაიბომბა იქ ობიექტები. ჯერ არავინ არ იცის იქ რა ხდება, არ შეიძლება ასე უცებ კი ამბობენ რომ არა რადიაციის გაჟონვა, მაგრამ არავინ არ იცის. კარისყურეში იბომბება 3 ბირთვული ობიექტი, რომლიდანაც გაჟონილი ურანი, გამდიდრებული ურანი 10-ჯერ მეტი იქნება ვიდრე იმის რა ქვია ჩერნობილის ტრაგედია. და აი ამ სირს, აი ამ დასწირებულ ქართველობას, იმ კატეგორიაზე მაქვს ლაპარაკი, ვისაც ეს უხარია, ზის ახლა და უხარია და ბედნიერია. თეირანი თვითონ 15 მილიონიანი ქალაქი თითქმის ლამის განახევრდა. იმიტომ რომ ხალხი გაიხიზნა. დაიწყება ნაკადები საწაო, ეგ ნაკადები ისრაელში არ წავლიან. ამერიკაში ვერ წავლიან, ოკეანის გაღმა არიან, წამოვლიან საქართველოში. მილიონობით. და ეს ჩვენ უნდა გვიხაროდეს, იმიტომ რომ ისრაელი ჩვენი ძმაა. გუშინ ახლა მეცინებოდა რამდენი სირია ამ ქვეყანაში,
სადეპორტაციოდ გამზადებული ხალხი როგორც იქნა გამოადეპორტეს ისრაელიდან და მადლობა ღმერთმა დაგლოცოთ ეს სირები ეს მთელი საჯოგეთი მთელი ნახირი ვიღაცა იქ ურია ქართველი ურია იმაშვებოდა რა ქვია მადლობას უხდიდა და ეს მთელი საქონლები აყოლილი ერთიანად ოიმე დიდი მადლობა და როგორ კარგად და როგორ ბედნიერად ეგ რა დადებული ჩემს არხზე როგორ ექცევიან ის ებრაელები სადეპორტოში ქართველებს და ნახეთ და უზახეთ ძმა და უძვერით უკანალში მაგრამ ყველა საინტერესო რა არის იცით აი ეს ალბათ ყველასთვის ნაცნობი სელებრიტია ეს ტორესა მოსი რომელიც ღიად ამბობს და პირდაპირ ამბობს დაიღო კაცო ირანიო ეგერო სადღაცო ოკეანიდანო გემებიდან დაბომბესო ერთი ბომბიო ჩვენს გვესროლონო აკო დაეცესო ოღონო იოანიშვილი და კოცები ამოწყვიტონო თამას ამბობს ღიად და ამისკენ მოუწოდებს სადა ქვეყანას რომ გაიღონ წყალობა და ერთი მადლი რომ კოცობა ჩამოიშალოს ივანიშვილი ჩაძაღლდეს კი ივანიშვილს მიაგდა ძაღლი და კოცობას მიაფსა ძაღლმა მაგრამ ასე როგორ უნდა გეზიზღებოდეს ბიჭო შენი ქვეყანა ამ დროში ამ მომენტში რომ ეს გინდოდეს და ის საქართველოში რა უხარიათ და რატო უხარიათ იმიტომ უხარიათ რომ ამათ შეიძლება მალე სკამები ჩაიბარონ აი ამათი ბრძოლას შედეგი არა აქვს და შეიძლება ომამაინც დაუბრუნოთ ამათ სკამები მე არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ქვეყანაში დევნილები წალეკავენ რადიაცია წალეკავს რავი რუსეთი შემოიჭრება და ბუფერს დაიკავებს თუ რასიზმს ეს არ აინტერესებს თავარი არის ისე კი ხარ ივანიშვილო და კოცობა მაგის ღირსი რომ ესენი აი ესე გექცეოდნენ იმიტომ რომ კოჰაბიტაციაში ხარ ამათთან ერთად 13 წელიწადია და უკანალში უძვრებით ერთმანეთს ისა ჩერგოლეიშვილის ქმართან თუ ცოლთან ბოკერიასთან ერთად და ამათთან ერთად აი ეს არის ამათი დაქალიავებული დამოკიდებულება ეხლა როდესაც იძახის ყველა ირანის ტოლვილებიო მე მგონიათ ეს სირია აგერ შემოვარდნილი რო იყო გაჩვენოთ მინდა რაღაცა გაჩვენოთ და მე გადავიდეთ უსვართ სამხედრო დეტალებზე რა შეიძლება იქნეს აი 10,000-ზე მეტი ბინა უკვე იყიდეს ებრაელებმა საქართველოში და ინვესტიციები შემოდის ისრაელიდან ინვესტიციები კი არ შემოდის აი აქედან რო კინწისყრით გაიქცნენ თავის დროზე შალომ ისრაელო და ფეხებზე რო ეკიდათ ქართველობა და ქართველი და როგორც ექცეოდნენ ქართველებს თუ ვინმეს დაავიწყდა და როგორც ექცევიან დღემდე ახლა მოდიან უჭირს ისრაელს და 10,000 ბინა ნაყიდი აქვს და უკან უნდა დაბრუნება ჩვენ ხო ძმები ვართ კაცო ხო ჩაგვიხუტებენ იმას არ უკვირდებიან ესე იგი ამერიკელებმა ებრაელებმა მოისაქმონ ირანში აყროლდეს სიტუაცია საქართველოს რა მოუვა ეგ არავის არ აინტერესებს ვაუ თუ იქნება მშვიდობა ბინები ნაყიდი აქვს აგერ და ჩამოვლიან და შემოეფარებიან და აქ ჩემი ბაბუის საფლავია აქ ჩვენი ძველი ებრაელობა ცხოვრობდა აქ ძველი ებრაელების სასაფლაოა და მეც აქ უნდა დავიმარხო დაიწყებენ არიცი ამათი საქციელი არ გაგიგიათ არ შეხვედრებ ხარ ასე იქნება მარტო ირანელების ნაკადი კი არ წალეკავს საქართველოს ამათი ნაკადიც წალეკავს ასე აყროლებენ ყველაფერს და მე თელმა მსოფლიომ უნდა მიიღოს ის ყველაფერი რაც არის ასე აყროლეს სირია ასე აყროლეს ერაყი ასე აყროლეს ლიბია ასე აყროლებენ ახლა ირანს ეს დევნილთა ნაკადები იქნება თუ ეკონომიკური კრიზისი იქნება თელმა მსოფლიომ უნდა ჭამოს და ებრაელი ხელის გულზე უნდა იყოს და ამერიკაზე ვინმე რამე არ უნდა თქვას ჯერ ვინ ჩემი ფეხები ან ერთი ან მეორე ოკეანის გაღმიდან სადღაც ცხვირს ყოფდეს ჩვენი ხელისუფლებას მე მინდა მოუწოდო ისე მე რა მინდა იცი მოგიწოდოთ კოცებამდელი ხან ხო არ გაიგებიათ განცხადება ახლა ამერიკა ჩაერთო ომში
და მე მოგიწოდებ თქვენ ღიად დაუჭირეთ მხარი ამერიკელებს, დაუთმეთ საჰაერო სივრცე და შემოიყვანეთ ამერიკული ბაზები საქართველოში. ამდენი თქვენი ნანატრი პერიოდი და მიდით ახლა შეუძვერით, კაი დრო გაქვთ. მიდით ახლა წეკუზეთ, უთხარით ჩვენი ქვეყანა გამოიყენეთ იმათ, რა ქვია, პოლიგონად ირანზე დასარტყმელად. მიდით. აგერ ამით უმეტეს ეს ტორესა მოსები და ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ესენი ყველა ჩაგეხუტებია. აი, რუსეთიდან გადაგვარჩენენ. აი ამ დონეზე რო არის მასა დაქლიავებული, აი ამ დონეზე რო არის მასა დაჩლუნგებული. და ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ვის უხარია ახლა ეს უბედურება რო იცოდეთ რა? შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში ერთ-ერთი ესეთი კვლევარები არიან, რომლებიც ყველა სფეროში უყურებენ იმას, რა ქვია, ომის წარმოებას და აბა თუ გამოიცნობთ რა არის ნაჩვენები აქ. დარწმუნებული ვარ ხა 558 ადამიანი ესა რა ქვია უყურებს ამ ყველაფერს და აზრი არა ნახდა თუ იმიტომ რომ ვერ მიხვდება. მოკლედ ომის მკვლევარებმა ერთ-ერთმა გამოიძიეს ესეთი ამბავი, რომ თურმე მას შემდეგ რაც შეერთებული შტატები ჩაერთო ომში ირანის წინააღმდეგ და თვითონ ამერიკელები, რომლებიც ნორმალური ამერიკელები წინააღმდეგი არიან ამ ყველაფრის, რომ მათი ქვეყანა იქნას ჩართული ამ ომში, უდიდესი ტაშფანდური და ბედნიერი ქონდათ აბა ვის? პიდარასტებს, LGBT-ებს. ეს არის პენტაგონთან ახლოს არსებული გეი კლუბი, რომელი გეი კლუბიც საერთოდ აი ნაჩვენები არის, როგორი დაცემული არის ამ დღეებში მათი მონაწილეობა, აი წითელი ვარდისფერი მით უფრო სწორად ხაზით არის ნაჩვენები და მას შემდეგ რაც პენტაგონში გაიცა ბრძანება ირანის დაბომბვის, მთელი ამერიკის პიდარასტები შეიკრიბენ, დიდი ტაშფანდური ჰქონდათ გამოცხადებული და რეკორდულად დიდი რაოდენობის პიცა შეუკვეთეს. ეს ომი უხარია პიდარასტებს და სამშობლოს მოღალატეებს. ნორმალურ ადამიანს ჯერ ისედაც ომი არ უნდა გაგიხარდეს და მე მით უმეტეს ასეთი უბედურება, რომელიც შენ კართან ხდება. ინა ჩემო ძმაო, ტორესამოსი და არის ერთი უკნიდან განათლებული, ძალიან ღრმად განათლებული მოკაშკაშე ვარსკვლავი, რავი, ჩაწერე აგერ და ნახავ რა. ერთხელ გადაურჩა გრიშაონიანსკს და ახლა არ ვიცი გადაურჩება თუ არა. ახლა რა შეიძლება სერიოზულად რო ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა მოხდა და რა შეიძლება ელოდოს ადამიანი. პირველ რიგში მოხდა ის, რომ იმ მიუწვდომელ ობიექტებზე, რომელ ობიექტებსაც რა თქმა უნდა ისრაელის ვერ წვდებოდა, მიიტანეს ამერიკელებმა იერიში, როგორც ამბობენ თვითონ ცნობები, როგორც არის გავრცელებული, მიუხედავად იერიშის მიტანისა, 12 მეგაბომბი იქნა ჩამოგდებული, რომელიც გათვლილი არის მიწისქვეშა ბუნკერების დასანგრევად და ეს ბუნკერები 90 მეტრის სიღრმეზე არის განთავსებული მიწისქვეშ და მიწისქვეშ გარდა თავზე აქვს ესა რა ქვია მთა, რომელიც იფარავს ბუნებრივი ფორპოსტი არის გაკეთებული. მოკლედ ამ ობიექტებზე იქნა იერიში მიტანილი, თუმცა გავრცელებული თანამგზავრული სურათებიდან და ისედაც ირანის ოფიციალური პირების განცხადებიდან და დაინტერესებული პირების განცხადებიდან ის რომ ობიექტი განადგურებული არის, ის რომ ობიექტზე რამე მნიშვნელოვანი დაზიანება მოხდა, ეს არ ფიქსირდება. არ ვიცი ახლა ამერიკელებს რო კითხო, ეს პრობლემა უკვე აღარ არსებობს ირანში. ეს პრობლემა თუ აღარ არსებობს, მაშინ მეტი იერიში არც უნდა გახდეს საჭირო, ხო? და არავინ არ დაშავებულა.
იმიტომ ყველა გაყვანილი ყავდათ და გაფრთხილებული იყო ირანელები ელოდებოდნენ ამ შეტევას. ახლა თავარი საკითხი იმის შესახებ, როგორ მოიქცევა ირანი, როგორ პასუხს გასცემს და რა იქნება შემდგომი ნაბიჯები მეორე მხრიდან, იმიტომ რომ აქ ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, აქ ღირსებაზე არის საქმე. თვითონ ის დაზიანდა თუ არ დაზიანდა ობიექტები ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ იქნა უცხო ქვეყანა თავს დაესხა და ამ ყველაფერს ჭირდება პასუხი. ასე განაცხადა თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩვენო დიპლომატიისთვის კარს კივტოვებთ ღიასო, მაგრამ აუცილებლად უპასუხებთ შესაბამისი პასუხით. ახლა ძალიან ძნელი არის იფიქროს ადამიანმა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს იქ ახლო აღმოსავლეთში, სადაც გაჩვენეთ მე მგონი, მიცდები კიდე თუ მაქვს, გაჩვენოთ ის რუკა, სადაც არის განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები უახლოეს გარემოცვაში. გაცრავად მეორე ფოტო მაქვს და ჯერჯერობით ვერ ვნახე სამწუხაროდ, მაგრამ ბაზები განთავსებული არის ბაზები განთავსებული არის ომანში, საუდის არაბეთში, ერაყში, სირიაში, იორდანიაში, თურქეთში, კუვეიტში, კატარში, რა ვიცი, გაერთიანებული არაბის ემირეტებში და ასე შემდეგ. ანუ ეს ბაზები, რომლებიც არის განთავსებული ირანთან ახლოს, სადაც გამოცხადებული არის ახლა ლოკდაუნები ჩაკეტილია და საბრძოლო მდგომარეობაში არის გადაყვანილი, ყველა არის ირანის ლეგიტიმური მიზანი. შემოკარგებო, ჩემი ტელეგრამის არხი შეგიძლიათ აქ ზემოთ წერენ და შეგიძლიათ მონახოთ თუ არა. დავპოსტამ ამ ვიდეოს შემდეგ და მარტივი იქნება მოძებნა ტელეგრამის არხის, არ იქნება პრობლემა. ვისაც გნებავ, შემოგბრძანდით, აქ არ ვიცი, დაგვიბლოკავენ, არ დაგვიბლოკავენ ამ არხს. ესენი არის უკვე ირანის ლეგიტიმური მიზნები. ახლა არის თუ არა შესაძლებლობა იმისი, რომ ირანმა ეს ობიექტები გაანადგუროს. რა თქმა უნდა, აქვს ირანს ამის შესაძლებლობა, რომ მან სარაკეტო დარტყმები განახორციელოს ამ ობიექტებზე, მით უმეტეს რომელსაც ისრაელიდან განსხვავებით არ გააჩნია ისეთი მძლავრი საჰაერო დაცვა, როგორი მძლავრი საჰაერო დაცვაც გააჩნია ისრაელს. ისრაელს რაც გააჩნია მისი 100+ ამერიკელების, 100+ ფრანგების, 100+ ბრიტანელების დახმარებით იგერიებს ამ შეტევებს. ამიტომ ეს ბაზები აბსოლუტურად ყველა ირანის სარაკეტო სისტემებისთვის არის ძალიან იოლად მისაღწევი სამიზნეები და გასანადგურებელი სამიზნეები. არ ვიცი, ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა პასუხს გაცემს ირანი ამ ყველაფერს და რა იქნება მათი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არავინ იცის. პლუს ამას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი გადაკეტავს ორმუზის სრუტეს და ორმუზის სრუტე რომელი არის? ორმუზის სრუტე ეს არის ახლა ზოგადად თეორიულად ვინც იცის, გაჩვენებთ მაინც. ორმუზის სრუტი არის ეს ვიწრო ყელი, რომელი ვიწრო ყელიც სპარსეთის ყურეს და ინდოეთის ოკეანეს თუ არაბეთის ზღვას აკავშირებს ერთმანეთთან და საერთაშორისო ნაოსნობის არხი იხსნება. აქედან დედამიწის ნავთობპროდუქტების დაახლოებით მე-5 გამოდის და გაზის 30%. ეს თხევადი გაზის, ამიტომ ირანი თავისი უსაფრთხოების მიზნით თუ გადაკეტავს და გადაკეტვა როგორ მოხდება, დანაღმავს ძირითადად ამ მიმართულებას. ასეთ შემთხვევაში უკვე სოფლიოს ელოდება ეკონომიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, ეს ხომალდები, რომელი ხომალდებიც იქ არიან განთავსებული, ესენიც ირანის ჩვეულებრივი სამიზნეები არიან, რომელიც კარის ყურეში ყავს, ასე რომ ვთქვათ, და მათ შეუძლიათ მიიტანონ იერიში. დღეს მიიღო ირანის პარლამენტმა
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ირანმა დახუროს ორმუზის სრუტე. დახუროს ორმუზის სრუტე საერთაშორისო ნაოსნობისთვის და ირანს აქვს ამის უფლება თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამას პლუს თვითონ ობიექტები და ავიამზიდები, რომლებიც არის განთავსებული სპარსეთის ყურეში, ასევე არის ჩვეულებრივი მცურავი სამხედრო ბაზები და ეს ბაზები შეიძლება ჩვეულებრივად იქნას დაბომბილი და აუცილებლად თუ კი ომი იქნება, არავინ არ მოერიდება. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის პარლამენტმა მიიღო ეს ყველაფერი, ამას წვიტავს ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი. აი, თუ პროფესორი მაშინ ნუ მისმენ, ამიტომ გააფსი აქედან და მიაფსი შენ პატრონს. დაგინაცვლეებში წადი. ნახუი აქედან. აუ მივიდნენ აქ ცინიკოსები. რას მიყურებ? მე წადი და უსმინე უკნიან განათლებულებს. ახლა თუ ეკონომიკური კრიზისი დაარტყამს, ეკონომიკური კრიზისი მარტო დასავლეთ ევროპას და ჩინეთს და ამას არ დაარტყამს, ჩვენს დაგვარტყამს. ეს რადიაციული თოვლის მოლოდინში, დევნილების მოლოდინში, ისედაც არ არსებული საქართველოს ეკონომიკის პირობებში კარგად იყავით, ჩემო კარგო. ახლა თუ ღირს მაგალითად ერთი ბოთლი წყალი, რომელიც საქართველოში ისხმება 2 ლარი და 9, ხვალზე გახდება 5 ლარი. წყალზე მაქვს უბრალოდ ლაპარაკი. იმიტომ რომ ბენზინი გახდება სადღაც 10 ლარი. ხო. მე კარგად ითაშპანდურეთ. მე უფრო უკეთესად გაგიხარდეთ და მადლობა უთხარით ნეთანიაჰუს, რომ დიქტატორული რეჟიმი მოაშორა. მე ძალიან ბედნიერები იქნებით უკნიდან. ამას პლუს ირანს შეუძლია შემდეგი რამ, ხო, ერთი საინტერესო მომენტი ჰუსიტებმა, რომლებიც ასევე აკონტროლებენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, რომელიც ასევე არის წითელ ზღვაში მიმავალი სრუტე, რომელიც აი საუდის არაბეთის ნახევარკუნძულის ქვემოდან, რომელიც აი სუეცის არხს და ამას უერთდება ქვემოთ სულ ბოლოში. აი აქ მდებარეობს იემენი, სადაც არიან ირანის მოკავშირე ჰუსიტები, რომლებსაც შეუძლიათ ეს სრუტე გადაკეტონ და არაერთი იერიში იქნა მიტანილი. სხვათა შორის ჰუსიტები ისრაელსაც ბომბავენ იმ მაგათ განთქმული საჰაერო სისტემების ასე რომ ვთქვათ უზრუნველყოფის და მიუხედავად მაინც აღწევენ და მაინც ბომბავენ. ხან ბენგურიონის აეროპორტს ბომბავენ, ხან ხაიფას ბომბავენ, ხან რას და ხან რას. ამიტომ ჰუსიტებმა გამოუცხადეს ომი შეერთებულ შტატებს და გამოაცხადეს ღიად პირდაპირ, რომ ჩვენს საზღვაო სივრცეში თქვენი გემები არ გამოჩნდეს, თუ არა გახდება ჩვეულებრივად სამიზნე. ეს უკვე ირანის პროქსი, ასე რომ ვთქვათ, გავლენის ზონა, ძალები, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ამ ომში და როგორც განაცხადეს ჰუსიტებმა, ისინი უკვე ჩაერთვენ. ასევე საინტერესო არის ის შიიტი მუსულმანები, ჰესბოლას და ამის, რა ვიცი, სხვადასხვა დაჯგუფებების ჯარისკაცები თავისთავად ესენიც ერაყში იქნება, სირიაში იქნება, თუ სად იქნება, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანენ იერიში და არ გამორიცხოს ვინმემ, რომ ასეთ შემთხვევაში ირანმაც დაიწყოს სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ამ სამხედრო ბაზების მიმართ. ჯაბა აბა ახლა აქედან გააფსი, ჩემო კარგო, მიყევი შენს დაგენაცვლეების გზას. ამიტომ ირანის ხელში უამრავი საშუალებაა პასუხის და სხვათა შორის აი ამ დილით ამ დაბომბვის საპასუხოდ ძალიან დიდი იერიში მიიტანა
ირანმა ისრაელზე და დაიბომბა ისრაელის დედაქალაქია, ხო, დედაქალაქია თელ-ავივი, მიუხედავად იმისა, იერუსალიმიაო ჩვენიო, თელ-ავივია დედაქალაქი და დაბომბეს თელ-ავივი და დაბომბეს ისევე ხაიფა, სადაც არის ენერგეტიკული და სხვა მნიშვნელოვანი კვანძები. გამომდინარე აქედან მარტო ირანს ყველასგან დაუხმარებლად, ისე კი არა. ბოზიქალივით რო პროვოკაცია მოაწყო ისრაელმა და ამერიკას დაუძახა, მოდი დამეხმარეო. თვითონ შეუძლია ეს ყველაფერი, თუმცა ახლა პლუს ამ ყველაფერს მიუმატეთ. ის რომ სხვა მუსულმანური ქვეყნები, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, ჩვენ ირანზე ბირთვული დაბომბვის შემთხვევაში მას გადავცემთ ბირთვულ ბომბას, იგივე პაკისტანი, იგივე ერაყი. იგივე საუდის არაბეთი, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი და ირანი ძველი მტრები არიან ერთმანეთის, მაგრამ მუსულმანური სოლიდარობა თუ იქნება. იგივე სხვა ქვეყნები, რომლებიც თურქული სამყაროს ნაწილია. რომლებმაც განაცხადეს, ჩვენ უნდა გადავდოთ მუსულმანური სოლიდარობა. ეს გაუგებრობა ერთმანეთში და ერთად უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატები და ისრაელი ესხმის თავს და ანადგურებს მუსულმანურ ქვეყნებს. როგორიც არის ლიბია, როგორიც არის ერაყი, როგორიც არის სირია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ თუ არ გავერთიანდით ამ მონსტრის ირგვლივ, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგება შეერთებული შტატები და ისრაელი ყველა ამ ქვეყანას და ეს ბირთვული იარაღით აშანტაჭებს. ტერორისტები ამერიკას და ისრაელს დიდი ტერორისტი რომელი ქვეყანაა? არც ერთი. ნუ რა თქმა უნდა, ახლა რუსეთის მუსულმანებიც არ დადგებიან გვერდზე, კარგად აჩვენა იმ ომებმა სირიაში მიმდინარე ომებმა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არაერთი მუსულმანი იყო ჩასული იქ და ომობდა. მით უმეტეს ის რომ შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც ასევე მუსულმანური ქვეყნები არიან, მდიდარი ქვეყნები არიან ასევე და რომელთათვისაც ირანი არის კორიდორი. აი კიდე ერთხელ გაჩვენებთ აი ამ რუკას, რომელი რუკაც წინაზე მქონდა, ეს არის თუ როგორი კორიდორი არის ირანი, საერთოდ დიდი ქვეყნებისთვის, რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ყაზახეთისთვის, თურქეთისთვის, თვითონ ევროკავშირისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ აი ხლა ნეთანიაჰუს და ამათ აქვს თავისი გეგმა, თავისი სტრატეგიული გეგმა გააჩნიათ, რომ ირანში ბირთვული ბომბი რო არა, ყველამ კარგად იცის. ირანში რაცაა სინამდვილეში. ირანი თავისი რესურსებით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ყველაფრით უნდა მოექცეს შეერთებული შტატების და ისრაელის, დასავლეთის მარიონეტად უნდა იქცეს, ისეთი მარიონეტი ქვეყნები, როგორიც ყავთ მაგალითად, ვინ გითხრათ, ხო? იორდანია მაგალითად, ხო? თავის ჭკუაზე ატაშბანდურებენ და აყურებიებენ იმას, რომ შეიძლება ღაზაში გენოციდი მოაწყოს ისრაელმა და ხო ეს რუკარას შეეხება, ამაზე ცალკე თემა არის, ეს არის გეგმა თვითონ ებრაელების და გეგმა დასავლეთის და შეერთებული შტატების, როგორ უნდა მოხდეს ირანის დანაწილება. რადგან ირანი, როგორც ასეთი, მართალია ერთიანი დიდი სახელმწიფო არის, მაგრამ ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ უამრავი სხვადასხვა რჯულის ქვეყნები, მათ შორის ქურთები, რომლებსაც სახელმწიფო არ აქვს, არაბული ტომები, თურქმანული ტომები, თურქული ტომები და ასე შემდეგ. აი ამათი ინტერესი არის ირანი იქნას ესე გახლეჩილი. ასეთ შემთხვევაში დაგლეჯილ და დაცალსალკავებულ ქვეყანას შეერთებული შტატები და ისრაელი აითვისებს და აპამპულავებს მის ჭკუას. ამათი სამიზნე სინამდვილეში.
არავინ იცის რა იქნება. არავინ არ იცის რა იქნება, არავინ არ იცის ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ამ საღამოს რა იქნება. რასაც აცხადებენ ამერიკელები აცხადებენ იმას, რომ 48 საათის მანძილზე ელოდებიან ირანის პასუხს. არავინ იცის როგორი იქნება ირანის პასუხი. ბევრი ექსპერტი გამოთქვამს იმ აზრს, რომ ირანელები თავად პირდაპირ არ შეუტევენ შეერთებულ შტატებს, იმოქმედებს ამ ყველაფერში ჩართავენ თავიანთ პროქსი ძალებს და ირანი იქნება კონცენტრირებული ისრაელის განადგურებაზე. აი ახლა შენც აფსი კახა შუბითიძე შიგ უკნიდან ისრაელში, გინდა ევროპაში, თქვენაირ ვიგინდარებზე დროს არ ხარჯავ. მიდით და დაჯექით და ერთმანეთში გეიყავით და როგორც გეი ბარში იყო, დიდი ტაშპანდური იპაშპანდურეთ ერთად. პიდარასტის მას ვის უნდა უხაროდეს ეგ ყველაფერი. შეიძლება უხაროდეს პიდარასტს და ებრაელს. სხვას არავის. ნორმალურ ადამიანს არავის. ებრაელს კი გაუხარდება. რა ვიცი, ისე იმას რა ქვია, ღაზა სექტორში რომ უიარაღო ხალხს ანადგურებდნენ და ხოცავდნენ და გენოციდი იყო, მთელი ებრაელობა გარბოდაო, იმაშიო, რა ქვიაო. ისრაელის დასაცავათო და ახლა რატომღაც 10,000-ობით ბინას საქართველოში ყიდულობენ, სხვაგან ყიდულობენ და რაშია საქმე? სად გაქრა თქვენი საბრძოლო სულის კვეთება? ძალიან რთული პერიოდი არის დამდგარი. ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტი პრობლემა ჩვენთვის არის ორი რაღაცა. ეს არის რადიაციული გაჟონვა, ეს არის დევნილების ნაკადი და ეს არის შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ეკონომიკას, ხუხულას. არანაირი ბირთვული ბომბი არ არის ირანში, ყველა ამბობს ამას, იმდენად ნაგლი ტყუილი არის, რომ ამას თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის შეფი ამბობს და პრეზიდენტი არ უჯერებს. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ატომური კონტროლის ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობს ამ ყველაფერში და მონიტორინგს უკეთებს, ისინიც ამბობენ არ არის. მაგრამ ებრაელებისთვის არის, ამერიკელებისთვის არის. კი, შეიკუკა. რკინის გუმბათმა. ახლა რა შეეხება ტრამპის ამბავს, ბევრი ამასაც განიხილავს, რომ ტრამპმა უბრალოდ მოისაქმა და გაიქცა, სახე შეინარჩუნა, იმიჯი შეინარჩუნა. რეჟიმის წინააღმდეგო ჩვენ არ გვქონიაო განხორციელებაო, ჩვენ გვქონდაო განხორციელება ბირთვული ობიექტების წინაშეო. და ასე შემდეგო. დარჩენიო ჩვენო არაფერშიო და უბრალოდ აღარ დაგვესხათ თავსო თუ არაო, უარესათო დაგარტყამთო. ეს შეერთებული შტატები ყველას ის გონია რაღაცა ღმერთი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამხელა ირანისთვის კი არა, პატარა ჰუსიტებისთვის ვერ მოუვლიათ ეგერ. პატარა ჰუსიტებისთვის. ბაბელმანდების სრუტეში მიშუგვაზე სამხედრო გემები ვერ დადიან, ჩვეულებრივი ნაოსნობა კი არა. და საერთოდ რა არის, მე ამ ხალხის საერთოდ პროპაგანდა მიცის ასე და მოწამვლა იცის გონება ადამიანის. დღეს ერთ-ერთ ადამიანს აქ წერდი, რომ რატო ხარ ესე დარწმუნებული, რომ შეერთებული შტატები მოიგებს ომს და ესე შემდეგ, კაცო. შეერთებულ შტატებს ომების მეტი რა უწარმოებია, მთელი მათი არსებობის მანძილზე 259 წლიდან 19 წელიწადი იყო საერთოდ ჯამში ისეთი, რო არ ომობდა. მაგრამ ყველა ოპერაცია კი არ იყო წარმატებული. გაიხსენეთ აგერ სულ ცოტა ხნის წინ ავღანეთში როგორი ჩასვლილები გამოიქცნენ 20 წლიანი სამხედრო კამპანიის მერე. ავღანეთთან. გადახედეთ აგერ ვიეტნამში არც ისე დიდი ხნის წინ როგორი დანაკარგები მიიღეს და როგორ გამოიქცნენ. რატო გონიათ ბიჭო თქვენ ეს არის კოლონიალური აზროვნება არის, რა აი ჩემი ბატონი მაგარია და ყველაფერს იზამს და ყველაფერს გააკეთებს.
კარგად გინათ ვიძია მანამდე არაფერი. რაც შეუძლიათ, ეს კი კარგად შეუძლიათ, რომ არიონ სიტუაცია, ააქოთონ სიტუაცია და ააქოთებული რეგიონი დატოვონ მერე. შეერთებული შტატების არმია, აი რომელი ომი მოიგო და მექსიკასთან. შეერთებული შტატების არმია არ არის გათვლილი ისეთი სტაციონალური ომებისთვის, როგორი სტაციონალური ომებიც მაგალითად მიმდინარეობს უკრაინაში. ეს არმია არის სულ სხვა მოქმედებით გათვლილი. ძალიან კარგად ვიცი, შიგნიდან ვიცი, მე მიმსახურებია მათთან ერთად და ვიცი როგორი სტრუქტურა აქვს. ეს არის გათვლილი სწრაფი მოულოდნელი დარტყმების, სწრაფი იერიშის შედეგად მოპოვებული გამარჯვებების სამხედრო წარმატების მიღწევაზე და მე რაც შეიძლება სწრაფად გასვლაზე იქედან. რაც შეეხება რუსეთის ამბავს. დღეს გამოაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის და მიემგზავრება რუსეთში ვიზიტით. დღეს საღამოისკენ იქნება ირანში ჩასული. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ვერაფერს ვერ მიაღწიეთ თქვენ მაგ თქვენი საქციელითო. პირიქითო უფრო გააძლიერეთო რეჟიმიო,ერიო შეკარითო ერთმუშტათო და უფრო უარესი დაგემართებათო, რაც გჭირდათო. ამიტომ რუსებისთვის, როგორც ვამბობდი, ეს ომი რაღაც დონეზე არის მისაღები, მაგრამ რაღაც დონის იქეთ აღარ არის მისაღები. იმიტომ რომ შემდეგ სატრანსპორტო კორიდორები საერთოდ გადაეკეტება რუსეთს და საერთოდ დაკარგავს გავლენას ახლო აღმოსავლეთში. ნუ ახლა თორნიკე მაგას აღნიშნა რა თუნდა, ზუსტად ეს განცხადება იყო, რომ რეგიონალური კონფლიქტი შეიძლება იქნას გადაზრდილი სოფლიო ომში იქნას გადაზრდილი, გამომდინარე იქედან, რომ ირანი როგორც თავისი ენერგეტიკული რესურსებით, ასევე მისი გეოგრაფიული მდებარეობით და მნიშვნელობით არის დაკავშირებული, სასიცოცხლოდ დაკავშირებული ჩინეთთან, რუსეთთან, ბრიქსის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. პლუს მუსულმანური საკითხი. რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში ჩემოსანდრო რა ხდება და იოდი იყიდე, დაიდევი, მერტმა დაგიფაროს. შავი ღვინო, განსაკუთრებით კაჭიჭის ღვინო, რადიაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და რა ვიცი, დაცული ყოფნა. ახლა ყველამ ნებისმიერი, აი რაც არ უნდა ილაპარაკონ, როგორი აზრით არ უნდა იქნას გამოხატული, ეს არის უბრალოდ ძალა არის და აღმართ ხნავს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის კანონით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონით, ყველანაირი კანონით. ისრაელის და შეერთებული შტატების ქმედება არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ისეთივე დარღვევა, როგორიც იყო ერაყში შეჭრა. მაგრამ საერთაშორისო სამართალი არის ძლიერთა სამართალი. სტალინმა თავის დროზე საბჭოთა კავშირი ამ საერთაშორისო სამართლის ამბიდან გამოიყვანა. კარგად იცოდა, იმიტომ რომ ნიურნბერგის პროცესი, რომელიც ფაშიზმის გასამართლებას ითვალისწინებდა, ამ ხელა მომხდარი დანაშაულებების მიუხედავად, საერთოდ არ უნდოდა ინგლისს, საფრანგეთს და იმას, რა ქვია, შეერთებულ შტატებს ნიურნბერგის პროცესში შემდგარიყო და სტალინმა აიძულა ისინი, რომ გამართულიყო. საერთაშორისო სამართალი არის ძლიერთა სამართალი. ამიტომ ამ ძლიერთა სამართალში ვისაც აქვს ძალა, ის გაიმარჯვებს. ამიტომ ირანი მოქმედებს და იმოქმედებს თავისთავად, უნდა იმოქმედოს კიდეც. აბა რა უნდა ხმას? თუ კი ძალა აქვს და თუ კი შეუძლია და მთელი ამ ხნის მანძილზე საკუთარი ქვეყნის თავდაცვას ამზადებდა, ერთხელ იყო
ამ დასავლეთის კბილებამდე შეიარაღებული ჰუსეინი დაესხა თავს, ახლა ისრაელი და ამერიკა დაესხა თავს და უნდა იზრდეს და დებილივით პირი უნდა ქონდეს დაღებული, წარმოიდგინეთ თქვენი სამშობლო მის ადგილას. ჩვენ გახარ ძლიერი ქვეყანა, ძლიერდები, ქმნი ავითარებ ეკონომიკას, ავითარებ ბირთვული პროგრამა, ეს მარტო ბირთვული ბომბი კი არა, უდიდეს სამეცნიერო მიღწევებია და გარღვევებია. და შენ გეუბნებიან ეს არ უნდა გქონდეს. მე უნდა მქონდეს, შენ არ უნდა გქონდეს. არ ვიცი, ყველანაირი პირობა არის შემოძმაო, თუ კი აი ირანზე არის დამოკიდებული. თუ კი ირანი მიიტანს იერიშს აი იმ ბაზებზე, რომელი ბაზებიც არის განთავსებული ირგვლივ და სხვა ქვეყნებზე, აუცილებლად იქნება მსოფლიო ომი გარანტირებული. და თუ კი მოხდება იმ ეკონომიკური არტერიის გადაჭრა. და ეს ამერიკის შეერთებული შტატებს არ ადარდებს. ამერიკის შეერთებული შტატები ააქოთებს ევრაზიის კონტინენტს, თვითონ დაიპყრობს კანადას, აგერ იმას დანიას დაახევს გრენლანდიას, იქ ბევრი ნავთობია, ბევრი გაზია, იქ სიმდიდრეა და ჩვენ ლამაზი ოკეანე გვარტყას ირგვლივ და თქვენ მაგ იჯეკით და არტყით თავი ერთმანეთს. ამ ებრაელებს რაც შეეხება წავლიან ახლა და სადღაც შექმნიან კიდე თავიანთ სახელმწიფოს. აუ უმადურ ხალხს. სოსელომ ორი სამშობლო შეგიქმნათ. ერთი მაგ იერუსალიმში, მეორე ეგერე ბერბიჯანში. იქაა თქვენი ადგილი. საქართველოში კი არა თქვენი ადგილი. ბერბიჯანშია თქვენი ადგილი. ოიძახოდით, მიწა არა გვაქვს. ბერბიჯანში უნდა გაგიშვან ებრაელები, იქაა თქვენი ადგილი, სადაც ხო გინდოდათ მიწა, ხო გინდოდათ ავტონომია. სხვაგან სადა გაქვთ ავტონომია. სტალინმა ავტონომია შეგიქმნათ და სახელმწიფოც. კიდევ უმადურები ხართ. სტალინის და ქართველების. ამიტომ ბერბიჯანში არის თქვენი ადგილი. სამარცხვინოა იმას, რასაც ქართველები აკეთებენ, ებრაელებზე მეტი სიონისტები რო გამოდიხართ. ღმერთო დაალოცე ისრაელი. აუ გააჯვირა უკაცრავად აუდიტორიასთან შენ და ყველამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეგრევე გაფურთხებთ და გბლოკავთ, იმიტომ რომ ასე იმსახურებთ. ხა საქართველოში რა ხდებაო? საქართველოში რა უნდა ხდებოდეს? ებრაელისაა ტელევიზია ფორმულა, ებრაელისაა ტელევიზია TV პირველი, ებრაელებისაა შექმნილი ყველა ეს საინფორმაციო სისტემა სოროსის და ანტიფონდის დაფინანსებით, ვინ ცხოვრობს და ქმნის იდიოტურ ილუზიას, რომ თურმე ყველაფერი კარგათაა. და ქართველები უნდა ვიყოთ ურიების მხარეს. ახლა ახალი ისიც კი ისა რა ქვია შემოტენეს ქართულ საზოგადოებას რამდენიმე დებილი დარბის და იძახის, რომ იერუსალიმი კი არაო, მცხეთაო, იერუსალიმი, აი ნუქი ყოფილა ის დასირებული. თურმე მცხეთაში, თურმე გააკრეს იესო ქრისტე ჯვარზე. აი გას. ქართველებმა ხო არ გავაგარით იესო ქრისტე ჯვარზე? ბატონო ენუქ. ქართველები ხო არა ვართ ქრისტეს მოღალატე და მწამებელი ხალხი. და ეს დებილი ზოგიერთი ეს ვეიმე ღმერთო დალოცე, ხო მცხეთაში გააკრეს. უფლის ციხეში აწამეს ქრისტე. ეს იმიტომ რომ ებრაელებმა მოიცილონ ახლა თავისი ცოდვა ის რაც აქვს და ესეთ ზომბირებული მას რა ქვია ქართველებს გადააბრალონ. ხო ქართველი იყო ქრისტე, ჯერ ღმერთს ეროვნება სადა აქვს. ყველა მხრივ მუშაობენ. იდეოლოგიურ საკითხებში მუშაობენ, ეკონომიკურ საკითხებში მუშაობენ, საინფორმაციო საკითხებში მუშაობენ, რელიგიურ საკითხებში მუშაობენ. აი, ამდენი დებილია, ვდელი ამოფარებული ანაფორას. რამდენი ისრაელზე რომ ოცულობს და ებრაელები ღმერთის რჩეული ხალხია. 100,000 ვინა კი არა, როგორც ექცეოდა, ევროპული სტანდარტით უნდა მოექცია ამათ. როგორი ევროპული სტანდარტისაც ითვალისწინებდა. ფრანგები, გერმანელები, უნგრელები, იტალიელები, ევროსტანდარტით უნდა მოექცია ამათ. რუსები სხვათა შორის, საერთოდ რო უგზავნოდა ებრაელებს ქალაქში შესვლას.
რა ვიცი, რაც არ უნდა კაი გაუკეთო, მაინც უმადურები არიან და. ერთი ქართველებმა მიიღეს, შეიფარეს და გადაარჩინეს და სახელმწიფო შეუქმნეს და მეორე ირანმა. კიროს დიდმა. გაანთავისუფლა და ისა იქ, სადაც არიან ცხოვრების და არსებობის საშუალება. ბონებად რო ყავდა ჭაღრელი ბაბილონის მეფეს. საქართველოს ცუდია, სტალინიც ცუდია და ირანის საერთოდ ბოროტების ბუდი. არაფერი მადლიერება ამ ხალხმა არ იციან. ამოვა ძმა. ქართველს მისიანს ვიჯო გვერდში არ დაუდგება, დაწყევლის, შეაფურთხებს, შეაგინებს და ვინც ხა ურიას, რომელმაც ამდენი უბედურება გაუკეთა და ახლაც უკეთებს, იმას შეუძრება უკანალში. ახლა მე სიმართლე გითხრა, მე ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, მე მივცემდი რჩევას ბატონ ტრამპს და მის ადმინისტრაციას. საავიაციო დარტყმები კი არა. სახმელეთო ოპერაციები უნდა დაიწყოთ ირანში. 1 მილიონი ამერიკელი ჯარისკაცი უნდა მოკრიბოთ და აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ირანში და უნდა ჩაატაროთ სახმელეთო ოპერაცია. საავიაციო დარტყმები არ შველეს იმას. აი სახმელეთო ოპერაციით, როდესაც შეიჭრებით ირანში, აი მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. აი მე ველოდები იმ დღეს, როდესაც ამერიკელები სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ ებრაელებთან ერთად ირანის გასანთავისუფლებად. როგორც გაანთავისუფლეს ერაყი, თავისუფლება ირანს და ეს ამერიკული ქვეითები რო შევლია, საზღვაო ქვეითები მაგრები ხალხს ირანის ჯარს გიზამ თქვენ. ველოდები, აი ეს ცოტაა რაც გააკეთეთ, ქვეით ოპერაციას როდის დაიწყებთ. არ ვიცი, რას ნიშნავს და არც მაინტერესებს საერთოდ. არ მაინტერესებს მაგათ ირგვლივ არაფერი. მე პირადად ზეიმი მექნება თუ ამას გააკეთებს ბატონი ტრამპაც უმპა. ნუ საბერძნეთზე რა უნდა ვთქვა? რა უნდა ვთქვა საბერძნეთზე? საბერძნეთში ებრაელები დიდად არ უყვართ. მაგრამ სამხედრო ბაზებია მაგაც სხვათა შორის, სადაც ჯდებიან თვითმფრინავები და ირანი თუ ისე გააგიჟეს, რომ ყველგან დაუწყო დარტყმა, იმ სამხედრო ბაზებს დაარტყმს. აი მე მივესალმები, რომ ამერიკელებმა დაიწყონ სახმელეთო ოპერაცია. 1 მილიონი ამერიკელი დემოკრატიის ექსპორტისთვის უნდა შევიდეს ირანში. და თეირანის ცენტრში გამოხდა აგერ დაგენაცვლი, რატო არ დაიწყება ასეთი ომი? იმიტომ რომ ასეთი ომის ტრაკი არ აგავთ. არც ებრაელებს და არც ამერიკელებს. თქვენ რისი ტრაკიც აგავთ? ესაა რომ ან უპილოტოებით დაბომბოთ, ან თვითმფრინავიდან დაბომბოთ და ამოხოცოთ ქალები, ბავშვები, დიდი, პატარა განურჩევლად და აი ესე ქუჩაში რო იბრძოლოთ და იმაში იბრძოლოთ, ამის ტრაკი თქვენც არ მოუწია ღმერთს. ამიტომ არ იქნება. მე კიდე მე დიდი იმედი მაქვს და დიდი სურვილი მაქვს მაგის. არ იქნება. მე მინდა რომ იყოს. რა უნდა ვთქვა, შემოძბაო გერმანიაზე. რა უნდა ვთქვა, გერმანია არის თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი სახელმწიფო ამ გლობალისტების ხელში. თავიდან ბოლომდე. მაგ ქვეყანას მიუხედავად თავის დიდი ეკონომიკისა და ისეთი პოლიტიკური კლასი ყავს, ესეთი პოლიტიკური ლიდერები ყავს, გერმანიას სუვერენულად არაფრის გადაწყვეტილება არ შეუძლია. არაფრის. იცინე, ნახავ ერთ პატარა ხანში კიდე რაფერი სასაცილოდ გექნება საქმე. ნახავ. მე ჩამოხვალ ალბათ საქართველოში და იტყვი, მე შენი 26 საუკუნოვანი და ვარ, ძმა ვარ, მიმიღეთ. აქაა ჩემი წინაპრების საფლავი. თეთრბაირაღებში როა. მე, ჩემი მამა, ჩემი ბაბუა, ჩემი ბები აქ უნდა დავიმარხოთ. არ ვიცი თქვენი ფსიქოლოგია, არ ვიცი თქვენი მენტალიტეტი. არ მინდა რატო უნდა ვაგინო ველაპარაკები,
ამ ფაქტებზე, რომელი ფაქტებიც არის მაგათი რეალური ისტორიიდან ვერ იღებენ ხმას. ხო ხედავ, გაჩვენებულები არის. ბიორის ჩამოგდება ჩვეულებრივად გამანადგურებელსაც შეუძლია და ძლიერ საჰაერო სისტემასაც, მაგრამ არა აქვს ირანს სამაგისო საშუალება. სად არ არიან? თქვენ გონიათ მაკრონი არა ებრაელი? და ებრაულმა კლანმა არ მოიყვანა მაკრონი? ჩუმად იყვენ, ჩუმად ხმას არ იღებდნენ და ახლა ყველა ამერიკის მხარეზე არის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრით დაწყებული, Ursula von der Leyenით დაწყებული და ამათი რომ მიდი ამერიკა და მიდი ბირთვული არა, ბირთვული ირანი არა, საჭიროა თვითონაც იძახდნენ რომ ირანს ბირთვული იარაღი არა. ეს ტრაგედიის მიმცემი ევროპელები, რისი გამკეთებლები არიან. კარის ყურში აქვს აგერ ომი და ეს დებილი უკრაინელები სახორცე მასალად აყავთ გამოყვანილი. არ უნდა ჩამოხვიდე, არა, შენი ადგილი აქ. წადი სხვა ქვეყანაში, სადაც გინდა. არ უნდა შემოგიშვან წესით, არ ჩენ და არ წვევი. არა ხართ თქვენ აქ შემოსაშვები ხალხი, იყავით 26 საუკუნე და გვაჩვენეთ თქვენი სახე რაც ახართ და წადით სხვაგან. წადით იმ თქვენ ამერიკაში. წადით იმ თქვენ საფრანგეთში. ვერეტევით? რა გინდათ ამ საქართველოში? რეაგი რას გადაგვეკიდეთ? რაც იყავით 26 საუკუნე რა სიკეთე მოგვიტანეთ? და? მართალი ხარ ლაშ. ხო, მე უნდა შემეკითხო, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანაა. და მე არ ჩამოვდივარ შენ ქვეყანაში და არ მინდა. შენი არა, მე უნდა შემეკითხო, ჩემი ქვეყანაა. და ჩვენ უნდა შეგვეკითხო. გვინდა თუ არა? არ მინდა მე შენაირი სტუმარი, არ მჭირდება. წადი, უცილთ. ბიჭო, სადამი რო და შეთალოცვილიშვილო, სადამ ჰუსეინი რო დაამხეს სახმელეთო ოპერაციით. გასაგებია, მაგრამ ირანი შენ ერაყი ხო არ გონია. ერაყში მე ნამყოფი ვარ. და ძალიან კარგად ვიცი რა არის. არის ერთი უდაბნო, თაიქარა, გორაიქარა, არაფერი იქარა. ირანი შენ ან იდეოლოგიურად ერაყი ხო არ გონია, ან ეკონომიკური შესაძლებლობებით, ან თავისი წარსულით და თავისი ტრადიციებით და თავისი მრავალწლიანი ომის წარმოების გამოცდილებით. მილიონიანი არმიიდან შეიძლება 20,000 კაცი ვერ გაიყვანონ უკან. ისე როგორც ნაპოლეონმა თავის დროზე ვერ გაიყვანა ისა რუსეთიდან 400,000-დან 30,000-ზე მეტი. შენ შეგეკითხო? მე უნდა შემეკითხო, უნდა შეგეკითხო. ჩემი ქვეყანაა. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. არ მაინტერესებ ხარ არც შენი ოჯახი და არც არავინ ირგვლივ. გააქვთ თქვენი ქვეყანა, იყავით თქვენ ქვეყანაში და წადით იმ თქვენ ამერიკაში. არ მჭირდება მე თქვენაირი ადამიანები, უმადური ადამიანები ჩემ ქვეყანაში არ მჭირდება. ისევ როგორც არ მჭირდება ირანელები. წადით. მოშორდით ამ ქვეყანას. არ მჭირდები. არ ხართ თქვენ ის ხალხი, ვინც ჩვენთან ცხოვრებას იმსახურებთ. ესა სიმართლე. გამოჩნდა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ერთვებიან ომში და კიდევ ბევრი გამოჩნდება. არა, საინტერესო პერსონა, მაგრამ ახლა რასაც იგი ამბობს, იმას ამბობს დანარჩენი. ხო, აი რო გნახავ საქართველოში მე ხო? კინძისყრით რო გაგაგდებ, მე გაიგონებ, ისე რომ მოგიქცევი, როგორც შენ ექცევი იმას, რა ქვია, ქართველს ისრაელში. იგი ნაგლია. შენ სახშიო, მე შემოვიდე თუ არაო, შენ შეგეკითხებიო? აი, მე აქ თქვენი სტუმრობა ძალიან კარგად იციან პალესტინელებმა. შეგვიფარეთ. მოვაიმე, ყველამ გაგვწირა და დაგვაბრუნეთ. მე რა ვქენთ პალესტინელებს? რაზუშვებით დღემდე? ამიტომ თქვენაირი ხალხი სახში არ შემეიშვება. ოჯახის ზღურს არ უნდა გადმოაბიჯო.
ყველას ერთ ქვაბში რატო ხარშავ? იმიტომ რომ ერთხელ მაინც თქვი, აი თუნდაც შენ თქვი, აღიარე ის უსინდისობა და ის დანაშაული, რაც ქართველიერის მიმართ აქვს ჩადენილი და შენ ერთმა ებრაელმა ის მაინც თქვი, რომ რაც ღაზაში ხდებოდა ამდენი საცოდავი ბავშვების დახოცვა, იყო არასწორი თქვი? თუ ერთნაირი არა ხარ. გამოდი აგერ თქვი? აი, თქვი აგერ ხო არ ხარშავ კაცო და არ მოგხარშავ ერთ ქვაბში. რატო არ ამბობ? როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე შენაირად მოაზროვნეს სიონისტები არ გასწორდებიან. და იმიტომ ხარშავ ერთ ქვაბში. კი, ყველა ებრაელი არ ნიშნავს სიონისტს. და არც ყველა სიონისტია ებრაელი სხვათა შორის. მევიდა ნაციონალი ქალი, მიშას ქალი მევიდა წადი რუსეთში. რეაგინ. არ იტყვის, არა, არ იტყვის. არ იტყვის. და რატომ ხარშავ? იმიტომ რომ იმნაირი ხარ, შენც ისეთი ხარ. რა უქნეს კაცო პალესტინელებმა ლიბანელებს ამნაირი? დადი ქალო საქმეს მიხედე რა. საქმეს მიხედე, შენ ქვეყანას უჭირს და წადი და დაიკავე ხელში სამედიცინო ბინტი და ესა რა ქვია და დაჭრილებს მოუარე აქ არა შენი ადგილი. რას ქვია, ჩამოხვიდე, რატომ უნდა ჩამოხვიდე? ეკონომიკური კრიზისი იქნება აუცილებლად. აი ახლა მე დავდებ ვიდეოს სადეპორტოსას, როგორც თქვენ ექცეოდით ქართველებს და როგორი წარწერებია იქ დატოვებული, გამწარებული ქართველებიდან. გამოდი და გამეცი პასუხი. პასუხი. ვერ გამცემ პასუხს. აი მე რას ველაპარაკები? ნუ მხარშავ ერთ ქვაბშიო და აღიარე მეთქი რაც სიგლახე გაუკეთეთ საქართველოს და ქართველებს თქვა. აღიარეთ გენოციდი თქვა. ჩამოვალ და შეგხვდები. ამას წერს პასუხა. არიან წესიერი ებრაელები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ნეთანიაჰუში და ამათი, მაგრამ აი ესეთები არა. პირიქით თვითონ ეზიზღება ჭირისდღესავით ის ებრაელები. იმიტომ რომ ამათ ყველას ერთი დამოკიდებულება აქვთ. თავს რო გიყადრებ ახლა სალაპარაკობთ, იგიც ბევრი არის სიმართლე გითხრა. თქვენ საერთოდ ადამიანმა ხელიც არ უნდა ჩამოგართვათ კი არა, საერთოდ პასუხი არ უნდა გაქცეთ არაფერზე. ისე იქცევით. არა, მაგი შენი ტრაკის საქმე, ქოცები და ნაცებია საქართველოში თუ ვინა? არა, მაგი შენი საქმე. და არც ხვისი საქმეა. საქართველოში რა ხდება და საქართველო რას აკეთებს და საქართველოში რაშია, საქართველოს მთავრობა ირანში წავა თუ იმაში წავა თუ ამაში წავა, შენი ტრაკის საქმე არა, მაგი. მიხედა შენ ნეთანია ყუს. და მის დასირებულ შვილს წიხქვეშ რო გაიგდეს თვითონ ებრაელებმა წყურპილის მტროვით გუჟინწინ. იმას მიხედე. არ ჭირდები შენ საქართველოს. არა, მაგი შენი საქმე. ქართულად რო ლაპარაკობ, თავი ქართველი გონია? ან რამე სასიკეთო გაგავშირებს? ას თქვენ ნავაშკაცარი ახსოვთ ქართველებს. წაით. ამიტომ საქართველოში კი არ წადით, იქ მაიამი ბიჩზე წადით. იქაა კაი ცხოვრება, არა საქართველოში კაი ცხოვრება. არ მიბლოკავ, რატო უნდა მიბლოკო? აქ თავისი ესა მაგათი ღმერთმა დამიფაროს, რომ თქვენ მიწაზე ცხოვრებაში ფეხი დავდგა. სიცოცხლეში ოდესმე. ღმერთმა დამიფაროს. რა მინდა დაწყევლილ ადგილას. მაგ წყეულებში. რა მინდა თოთო ბავშვების სისხლის მსმელებში. რა მინდა? წმინდა არა ისა, კიდე. წმინდა დაწყევლილი მიწაა და ღმერთმა დამიფაროს, მაგ ოდესმე ფეხი დავდგა. რა ჩემ ფეხები მინდა?
რა გინდა კაცო ლიბანზე ვლაპარაკობ მე ვიზეს ვლაპარაკობ იმაზე მე ლაპარაკე თუ კაცი ხარ ერთი რა იმან ამას რა გაუკეთა ამან იმას რა გაუკეთა ებრაელებმა რა გაუკეთეს ერებს მაშინ იმას მოგიყვები ახ თუ გინდა ერთმანეთს რა გაუკეთეს ამერიკის ებრაელობამ როგორ გაწირა ევროპის ებრაელობა იმისთვის რომ ეს სტატუსი მიეღო ჩაგრულის და ნაწამების სახელი რომ მიეღო არა ბიჭო მე ვიმაშვებოდი რა ქვია მე ვაფინანსებდი იმას რა ქვია ჰიტლერს და მე ვეხმარებოდი მაშინ დალაუფლებაში იმაში რა ქვია მოსაყვანად და მე გავაბრუნე კანადიდან და ამერიკიდან ებრაელებით დატვირთული გემი იმაში რა ქვია ჰიტლერის ხახაში ამერიკელებმა თქვენი ებრაელობამ გააკეთა ეგ ყველაფერი არ იყო ასე დავანებოთ დანარჩენს თავი ორი ეგ სტატუსი მიგეღოთ და მე ვინც მაგი გაგიკეთათ კომპენსაციაში გამოართვით რკინაბეტონი ადენაუერს და დაივიწყეთ გერმანელებმა რაც დაგიშავეს და ერთმანეთის ფასი არ აკავთ დღეს გერმანელს და იმას რა ქვია ებრაელს და საქართველოსი ამბობ დრამეს აი ბიჭო სირცხვილი არა გაქვს მართლა თუ ყველა ჩლუნგი და დებილი გონია მართლა ერთი ებრაელი არ მინახია ერთი ებრაელი არ მინახია რომელიც ამბობდეს რომ ამდენი უდანაშაულო ბავშვი მოვკალით და კაი არაფერი მოგვივაო ერთი არ მინახია ერთი არ შემხვედრი ერთს არ უთქვია რომ ჩვენი ყველა ის ვჭამეთ რომ ქართველებს 2008 წლის ომში უღალატეთ და რუსებს მივეცით კოდები შიგ ევროპაში ვიქნები თუ სად ვიქნები შენ ტრაკის საქმე არაა შენ ქვეყანაში არა ვარ და შენ პროცესს მიხედე იქ სადაც ახარ ერთი არ მინახია მე ურცხვები არიან და რატო ხარშავ მე ამგეს ერთ ქვაბში თქვენ მიზე ერთმანეთის დანდობა არ იცით ფარსია იგი ფასადია ყველაფერი იმ ისრაელში ფულიანი ებრაელები არ ცხოვრობენ ფულიანი ებრაელები უსაფრთხოებაზე ცხოვრობენ როგორც ევროპის ებრაელობა იქნა გაწერული თავის დროზე ისე გაწერავენ ისრაელის ებრაელობას ახალი სტატუსი რომ მიიღონ ასე იქნება ეს მოკლედ დაგემშვიდობებით და ნახოთ რა იქნება და რა მოვლენები იქნება. საერთოდ არ მაინტერესებ ხარ თქვენ. ისეთი დამოკიდებულება მაქვს თქვენს მიმართ, როგორც თქვენ გაქვთ ქართველების მიმართ. აი იდენტური სარკისებრი დამოკიდებულება მაქვს. იყო დრო ძალიან პირიქით მეც ვიყავი დაბოლებული ამ ზღაპრებით და მეც მჯეროდა ეს თბილი, ტკბილი და ეს ძმური და ესეთი ურთიერთობები. საქმეზე რომ მიდგა, რა სახეც აჩვენეთ. აი ისეთი დამოკიდებულება მაქვს მე თქვენს მიმართ. რატო უნდა მიყვარდეს ეს ხალხი ვერ გამიგია. ბევრს ნუტლიკინებ მის მაგივრად აი უკანასკნელად გეუბნები. 18000 ბავშვის მკვლელობა გაზაში. სწორი იყო ისრაელი? აი გამეცით ვინმე პასუხი ერთი ადამიანი მაჩვენეთ გამოდით და თქვით ამიხსენით ვინმე რომ 18000 ჩვილი ბავშვის მკვლელობა 14500 მეგონა გადავამოწმე 18000 ყოფილა გამეცით მარტო ბავშვზეა ლაპარაკი ბავშვზე ვინმე ამიხსნის რომ ეს სწორია ამიხსენი ახლა ამიხსენი რომ სწორი ხარ რომ 80000 ადამიანია სულ დაღუპული არ მოუკლავს ეს ახლა ელაპარაკი ამას არ მოუკლავს მტყნის დედა შევეცი მაშინ რა ეგეთი ნაგლობა არ გამიგია ფუი თქვენი დამსმელი მოვტყან მართლა რა ამნაირი უტიფრობა ბიჭო
აი, კარგად ბრძანდებოდეთ.